ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. არსებული ინფორმაციით ოპოზიციიდან ბრძოლას მხოლოდ პარტია გირჩი გეკმავს. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი არსებული ხელისუფლების პირობებში არ აქვთ. შესაბამისად, მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავენ. ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციას საბოტაჟად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. იმ პირობებში, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, რომელიც ორიენტირებული არა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, არამედ ხელისუფლების მიტაცებაზე, ასეთ არჩევნებში შესვლას არ აქვს აზრი. გამოსავალი არის ის, რომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება, მოვიდეს დროებითი ადმინისტრაცია, ტექნიკური მთავრობა, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამართლიან, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს. ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნა და არა მხოლოდ ჩვენი, ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ თვეების განმავლობაში იბრძვის ცვლილებებისთვის, არის ორი მთავარი მოთხოვნა, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ჩვენ, ამაზე არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა და მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ახალი არჩევნები არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა. მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული არის ადგილობრივი არჩევნები ვერანაირი ფორმით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ვერ მოახდენს. მე არ ვარ მარჩიელი, მე ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსი უნდა ხედავდეს როგორც დღევანდელ დღეს, ასევე მომავალს, რომელიც ცივილიზაციური არჩევანია. და სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ იმისთვის, რომ ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი შესრულდეს, იმისთვის, რომ წარსულში არ დაბრუნდეთ და უკეთესი, ძლიერი და კეთილდღეობის მქონე ქვეყანა გქონდეს ევროკავშირის ფარგლებში, ამიტომ აუცილებელია კრიზისის დაძლევა ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. და ეს არის დღის წესრიგი, დღევანდელიც, ხვალინდელიც და არა ის, რას ოცნება შესაბამისად არ მოგყვებით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის იმ ხაზში, რომელიც იქნება ოქტომბერში. პრინციპი ნაკლები უკეთესი არ გამქრალა არსად. ასევე ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ასევე ჩვენი ხალხის ძალის დაპირება და ხალხისთვის სიმართლის თქმა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა თუ არ დასრულდა, ოპოზიციური ველი ისე ვერ გაიწმინდება და ჯანსაღი ძალები ვერ მოვლენ ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ აი ამ სამივეს დაპირებაში თუ შეგვიწყობს ხელს კოლექტიური ნაცმოძრაობა და ჩამოცილდება პოლიტიკას, შესაბამისად არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს იქნება ძალიან კარგი. რადიკალურ ოპოზიციას აქვს არჩევნების კომპლექსი. 2012 წლიდან მოყოლებული, მათ იმდენჯერ წააგეს ეს ბოლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ჰქონდათ წარმოებული და ისე მტკივნეულად და მწარედ წააგეს, რომ ამ მარცხისგან ისინი რასაკვირველია ვერასდროს ვერ გამოვლენ და ჩვენი მოსახლეობა არ მისცემს პირველ რიგში იმის უფლებას, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში მობრუნდნენ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში იქნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება საბედისწერო რადიკალური ოპოზიციისათვის, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას, ვინაიდან დღეს ეს ძალები არიან ბოლომდე გაშიშვლებული, ილუსტრირებული და გაკოტრებული ჩვენი საზოგადოების თვალში, მათი ავიზნის შესახებ ჩვენმა ხალხმა უკვე ამომწურავად იცის და რა თქმა უნდა მათ არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ.